11 ნოემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 65 რაუნდი გაიმართება. ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში უკვე გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჯარაძე. პირველი დღე ტრადიციულად თავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა. დღეს ჟენევაში მივემგზავრები, სადაც საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი 65 რაუნდი იმართება. მოლაპარაკებებზე ჩვენი მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მტკიცე პოზიცია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ქართულმა დელეგაციამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დევნილთა დაბრუნება არ დარჩეს მხოლოდ დეკლარირებულ მიზნად. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ ამ რაუნდზე მაინც დასრულდება მავნე პრაქტიკა და აღნიშნული საკითხის განხილვისას რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ დატოვებენ მოლაპარაკებების მაგიდას.